რეგიონებში გრძელდება მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალური განვითარების დარგში დავით ყეშელაშვილმა და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამეგრელო ზემოსვანეთის ხელმძღვანელობასთან ერთად ზუგდიდში 2009 წელს ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. ყეშელაშვილის განცხადებით 2009 წელს დაიწყო და დასრულდა გზების მნიშვნელოვანი მონაკვეთის დაგება და შეკეთება, რაშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მინისტრის განცხადებით სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება და ბიუჯეტში ამ მხრივ ორჯერ მეტი თანხა გამოიყოფა. მინისტრმა დღესვე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ზუგდიდი ჯვარის მიმართულებით მიმდინარეობს. ზუგდიდის შემდეგ მთავრობის წევრები ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმერეთის გამგებლებს და მაჟორიტარებს შეხვდნენ. ყეშელაშვილის განცხადებით პრეზიდენტის ინიციატივით 2010 წლისთვის იმერეთის რეაბილიტაციისათვის 100 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. ამ თანხის მეშვეობით დასავლეთში სესტაფონის ამტრედის მონაკვეთზე ავტობანი დაიგება და იწყება პარლამენტის შენობის მშენებლობა, განხორციელდება შენობების რეაბილიტაცია. ყეშელაშვილის თქმით, ეს პროექტები საშუალებას მოგცემს ქუთაისში ათასობით ადამიანი დავასაქმოთ. დავიწყეთ 2010 წლის გეგმებზე მოვა პრაქტიკულად მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში დავასრულებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით იმერეთში, სადაც ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტის განხორციელება იგივე 2010 წლიდან მოყოლებული. საგზაო დეპარტამენტის შენობის რეაბილიტაცია სრულდება, კონტროლის პალატის, ასევე დღეს გამოვაცხადებთ აქ, რომ ერთიანი წყლის კომპანია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იფუნქციონირებს, მისი სათავო ოფისი ქუთაისში იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ იცით, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ჩვენ ამ წუთი მოყოფილი ვართ, რამე თუ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა სამეგრელოს რეგიონში. ჩვენ არ ვამცირებთ დაფინანსებას მომდევნო წლის რეგიონში და ჩვენ ყველა გამგებელთან და გუბერნატორთან ერთად გავიარეთ კიდევ ერთხელ ყველა ეს პროექტი, რომლითაც ვაპირებთ გზების მშენებლობას 2010 წლის განმავლობაში.